ალდეჰიდებზე უკვე რაღაცები ვისწავლეთ. ალდეჰიდი. ვიცით რომ ალდეჰიდი არის ესეთი ნაერთი, სადაც გვაქვს აქ კარბონილის ჯგუფი, აქეთ დაკავშირებული არის ეს ნახშირბადი რაღაცნაირ ჯაჭვთან ნახშირბადების და შეიძლება უმარტივეს შემთხვევაში წყალბადთან იყოს დაკავშირებული და აქეთ გვაქვს წყალბადი. ახლა, მოდი ვისწავლოთ ახალი ტიპის ნაერთები, რომლებიც საკმაოდ გვანან ალდეჰიდებს და ეწოდებათ კეტონები. ესე კეტონი. და კეტონის შემთხვევაში ისევ გვაქვს აქ კარბონილის ჯგუფი. აქეთ ისევ გვაქვს რაღაც ჯაჭვი, მაგალითად სიმარტივისთვის მოდი ავიღოთ მეთილის ჯგუფი. ესე იგი ასეთი CH3 და აქეთაც იყოს მოდით CH3. ესე იგი კეტონის იდეა არის ის, რომ ალდეჰიდისგან განსხვავებით, რომელიც ჯაჭვის ბოლოშია, კეტონის შემთხვევაში უბრალოდ ორ ნახშირბადს შორის მოთავსებული არის, ჩაშენებულია თითქოს ჯაჭვში ეს კარბონილის ჯგუფი. ანუ რომ დაუკვირდეთ, აი აქ ეს შინაარსობრივად იგივე არის, რაც აი ეს ჯგუფი, ხო? რაღაცა ჯგუფია, აქაც რაღაც ჯგუფია ნახშირბადის. შემდეგ აქ გვაქვს კარბონილი, რაზეც არის საუბარი და აქაც კარბონილი და განსხვავება მთავარი არის იმაში, რომ აქ მთავრდება ჯაჭვი და წყალბადია და აქ არის ნახშირბადიანი ჯგუფი. ეს არის მთავარი განსხვავება. შეგიძლიათ იმით დაიმახსოვროთ, რომ ალდეჰიდში H შედის და აქაც H გვაქვს, ხო? ანუ H. და ინგლისურად თუ დაწერთ, უფრო დაგამახსოვრდებათ, იმიტომ რომ იქ მართლა H-ი არის ქართული H-ს ნაცვლად. ახლა, ამ კეტონს, ანუ ბარემ მოდი ამდგეთ და ცოტა ვისწავლოთ, როგორ დავარქვათ სახელი რაღაც სხვადასხვა ტიპის კეტონებს, ხო? ამ კეტონს კონკრეტულად აი ამ მაგალითს ეწოდება, ანუ მარტივი შემთხვევა არის კეტონის და ეწოდება აცეტონი. აცეტონი. ეს არის აცეტონი, სხვადასხვა მე მგონი კავშირში არის გერმანულ სიტყვასთან რაღაცნაირად კეტონი, ან კეტონის მსგავსი სიტყვა არის გერმანულიდან აცეტონს რომ ნიშნავს და მაგიტომ დაერქვა მე ამათ კეტონები როგორღაც, მაგრამ ეხლა ეგ არ არის გადამწყვეტი და თუ მინდა რომ აი ამ ნაერთს დავარქვა სახელი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ორი მეთილის ჯგუფი მაქვს, ესე იგი ეს იქნება დიმეთილ კეტონი. კეტონი. და მიზეზი ამის, რომ ესე პირდაპირ შემიძლია დავწერო და არ მიუთითო რომ აი მეორე ნახშირბადთან არის კარბონილის ჯგუფი, არის ის რომ ისედაც ვიცი რომ ორ ნახშირბადს შორის უნდა იყოს კეტონზე თუა საუბარი. ანუ კეტონი რომ აქ წერია, ეს პირდაპირ მეუბნება რომ ეს ორი მეთილი აქეთ იქით იქნება, იმიტომ რომ ეს ჯგუფი კარბონილის უნდა იყოს ორ ნახშირბადს შორის. და მეორე ვარიანტი, თუ მაინც გვინდა რომ დავარქვათ ეგრე სახელი არის, რომ დავთვალოთ რამდენი ნახშირბადი გვაქვს, გვაქვს 3 ნახშირბადი, ხო? ესე იგი 3 ნახშირბადიანი ჯაჭვი არის და ამიტომ მეორე ნახშირბადი რომ არის, მიუთითოთ მაინც და მაშინ იქნება 2, შემდეგ 3 ნახშირბადი რადგან არის, ეს იქნება პროპან და ბოლოში ის ნაცვლად დავუმატებთ ონი. 2 პროპანონი და ეს ონი გვეუბნება რომ კეტონთან გვაქვს საქმე. მოდი კიდევ გავაკეთებ რამე მაგალითს. თქვათ წარმოვიდგინეთ რომ აი ასეთი ნაერთი გვაქვს, ეს არის ჩვენი კარბონილის ჯგუფი და თქვათ როგორ უნდა დავარქვათ ამას სახელი პირდაპირ სანამ საერთოდ რამე დეტალურად ჩავყვებით. ვიცი რომ აქ მექნება მეთილის ჯგუფი, რადგან ესე გამოიყურება, ეს არის მეთილი და აქეთ ამ დროს მაქვს პროპილი. და მაშინ შემიძლია პირდაპირ ამას დავარქვა მეთილ პროპილ კეტონი. კეტონი. იგივე ლოგიკით რომ უბრალოდ ვიცი რომ უნდა იყოს ამ ორს შორის, ხო? შესაბამისად იქნება ამ ორს შორის მოთავსებული ეს კეტონი, ამიტომ არ მიწევს დავნომრო, მაგრამ თუ მაინც ძალიან მომინდა, მაშინ ჯერ გადავთვლი რომ ეს არის 1, 2, 3, 4 და 5, ხო? ესე იგი 5 ნახშირბადიანი ჯაჭვი, რაც ნიშნავს რომ იქნება პენტ და რადგან მეორე ნახშირბადზე არის პროპილის კერა და კარბონილის ჯგუფი, ეს იქნება 2 პენტან ონი. ანუ ისევ მიუთითებთ ამით რომ საქმე გვაქვს კეტონთან, ხო? ან ალტერნატიული ჩანაწერი ცოტა უცნაური, მაგრამ მაინც არის პენტან 2 ონი. ესეც ვარიანტია. მოდი ცოტა უფრო კომპლექსური ვერსიაც გავაკეთოთ. მოდი ავიღოთ ასეთი ნაერთი. და აქ გვაქვს კარბონილის ჯგუფი და აქ გვაქვს ქლორი და ქლორი.
როგორ დავარქვათ ახლა ამას სახელი? ნუ ეს რადგან არის ციკლი, ანუ ცოტა დავხატე, მაგრამ ციკლოჰექსანთან გვაქვს აქ საქმე. ეს არის ციკლოჰექსანი, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აქედან ვიწყებთ დანომრვას, ციკლ რგოლია, ხო? და დავწეროთ ესე იგი ციკლოჰექსანი, ანუ ჯერ ცალკე დავწეროთ ის, რომ ციკლოჰექსანი არის, ხო? ესე იგი ციკლო ექსან არა ჰექსან და ბოლოში მივწეროთ ონი, რომ მივთითოთ, რომ კეტონი არის ეს ნაერთი და ბოლოს დავუკვირდეთ, რომ ეს არის ნომერი 2, ხო? ანუ მეორე ნახშირბადი, თან აქეთ იმიტომ რომ ნომრავთ, ანუ ამ მიმართულებით, რომ გვინდა რომ ამ ჯგუფებს კონდეთ რაც ანუ ზოგადად ნაერთში ჯგუფს რაც შეიძლება დაბალი რიცხვი კონდეს და ამიტომ 2 იქნება, ხო, ეგ რიცხვი და არა რაღაც 1 2 3 4 5 და 6, ხო? და ამიტომ ეს გამოვა 2 დიქლორო ციკლოჰექსანური. და მოდი ორ მოლეკულას გაჩვენებთ კიდე, რომელიც შეიძლება ხშირად შევხვდეს და თან ესე თავიანთი სახელი აქვს, ცოტა განსაკუთრებული, ამიტომ კარგი აზრი იქნება რომ ეგეც ნახოთ. ესე იგი აქეთ გვაქვს მეთილის ჯგუფი და აქეთ გვაქვს ბენზინის რგოლი, ხო? ესე იგი ასეთ შემთხვევაში ამას უწოდებთ, ამისი სახელი ნაწარმოები არის, აი წეღანაც ვნახეთ მარტივი კეტონი რომ იყო აცეტონი მანდედან, ეს არის აცეტო და შემდეგ რადგან აქ ფენოლის ჯგუფი არის დაკავშირებული, ეს იქნება აცეტოფენონი. ანუ მაინც კეტონთან არის დაკავშირებული ამონის, ხო? და ბოლოს ერთსაც გაჩვენებთ, ესე იგი, ისევ ჩვენი კარბონილის ჯგუფი და ამჯერად გვაქვს 2 რგოლი, აი, ბენზინის 2 რგოლი არის დაკავშირებული და ამ ნაერთს, რომელიც ასევე მიეკუთვნება კეტონებს, წამით გავაკეთო ბოლომდე და დავარქმევ სახელს ახლავე, ეწოდება ბენზოფენონი. ნუ ამ ვიდეოდან გამოსატანი მთავარი მესიჯი ესენი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ბარემ მაგათისოდანაც კარგია. მაგრამ ნუ ამ ვიდეოში ნახეთ, როგორ ვარქმევთ კეტონებს სახელს.